გამარჯობათ, მოგესალმებით. მეგობრული სალამი ყველას, ჩვენი მეგობრული ეკიპაჟისგან. გამარჯობათ მეგობრებო. მოგესალმებით. ვა, მონადირეებო. ვაჟა, მიესალმებით. გამარჯობათ, მივესალმებით ყველა ჩვენს 4 შეხედვათ 4 მეგობრულად მოგესალმებით. ეხლა ნახე აქ ხდება ლეგიონი, იბერია და მონადირე. არ კლუბებს გაქვს საუბარი. დიამატო. რამ შეკრიბა ეს ხალხი? რამ შეკრიბა კი არა, მაგარი ზაბე რომ მოვიდეს 3 ამაგარას რამე რომ მოვიდეს 3 კლუბი. რამ შეკრიბა და კარგმა საქმემ. გნოლი და კაკმის პოპულაციას ვეხმარებით ველურ ბუნებაში უშვებ და თავის მეგობრად აი საქმეს ვაკეთებ, სულ წარაღოთ შეგვიძლია. ძალიან კარგი და საინტერესო საქმეა და დიდი საქმეა მინდა გითხრათ, ბაბუ. ჩვენი ბუნებისთვის, რადგან ეს ენდემური სახეობა, როგორც არის გნოლი და კაკაბი ამ შემთხვევაში, ჩვენს ბუნებას ძალიან უხდება და კარგი იქნება ის, რომ ყველა რეგიონში, სადაც შეუძლია ამ ფილმს იარსებოს, მოხდეს მისი პოპულარიზაცია. ბატონო, რა თქმა უნდა. პოპულაცია ბოდის გიხსნით. პოპულაციები გადის ადაპტაციას, ანუ პირდაპირ არ უშვებთ, თავიდან ხდება ჰაბიტატის შერჩევა. მერე ორნითოლოგები რო შეარჩევენ ამ სიმწეს, მერე ხდება ასე ვთქვათ, მათი აქ ადგილზე გადმოყვანა, მერე მათი ადაპტირება ადგილობრივ პირობებთან, ახლობით ახლა ეს პოპულაცია ერთ თვეზე მეტი არის აქ არის უკვე, ყოველდღიურად აქ კონტროლის ქვეშ არის რომ ამ მტაცებელი და ასე შემდეგ რომ არ აწუხებდეს, პლუს ხდება თავი ხო, მაგრამ რაც თავარია, მაღალი ვოლიერებია, დიდი სივრცე არის, სადაც ფრენისთვის, ანუ ამათ აქვს საშუალება, რომ იმასახთან რა ქვია, ივარჯიშონ. მარტივად შეეგუონ. კი ბატონო, თავისთავად და ველურები იყვნენ ეს რომ. ხო, ასე ვთქვათ, რომ გაველურების პროცესი დაწყებული აქვს. ადამიანები ნაკლებად აწუხებენ და რაც ყველას თავარია, მიმდინარეობს გამოხშირვა. რომ ნადირმა, ეს რა ქვია, მტაცებელმა არ მოახდინოს ამათი ასე ვთქვათ, ჩვენ კი უშვებთ ბუნებიდან ამოღება. ასე რომ ხდება ბუნებიდან მტაცებლის ამოღება. აი ამის მერე ხდება მერე გავშვება და ჩემი აზრით ძალიან დიდად იზრდება მათი გადარჩენის შანსი. თორე იმედი ვიქონიოთ რომ ცოტა ხანში გამრავდება თავისთავად. იმედია. ყოველ შემთხვევაში ჩვენი საპილოტო პროგრამები ამას დაადასტურებს, იმიტომ რომ სადაც გავუშვით ყველგან გამრავდა, ყველგან. ძალიან კარგი და ძალიან მიხარია. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით რომ თქვენ გვერდში ვიყოთ და ესეთ საქმეებში მივიღოთ რაღაცა წვლილი შევიტანოთ და მაგალითი მივცეთ სხვა მონადირეებს და არა სავალდებულო ჩემი ეს ადამიანი მონადირე იყო, ეს ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გააკეთოს, ხო? კი ბატონო. ნახოთ ახლა რა იქნება, როგორ იქნება, მოვედით უკვე დანიშნულების ადგილზე და გავუშვათ ჩვენი კაკები და გნოლები ლამაზ ბუნებაში. დათიკო, მზად ხარ? დიახ, კაი საქმისთვის ყოველთვის. აი ხარ. სულ ყველანი აქ ვართ, მოკლედ და ვცდილობთ რომ რაღაც კარგი გავაკეთო და აბა წარმატებები გვისურვეთ მეგობრებო. აბა წავედით. დღეს არ ვიცი რა. მე არ ვიცი ამას რა შეედრება ამას. ეს გვჭირდება, ეს ერთობა გვჭირდება ქართველებს რა. და ამაზე უკეთესი არ არსებობს. ამაზე უკეთესი ბუნება რაც არის და ამაზე ზრუნვა გამაერთიანებელი არ არსებობს და აი ნახავთ თქვენ რომ ცოტა ხანში რა გამოძახილი ექნება ამას მთელ ქვეყანაში. და ეს არის ჩემი ნატვრა, ჩემი ოცნება რომ ვიყოთ მეგობრები, ვიზრუნოთ ჩვენ ქვეყანაზე, ჩვენ ბუნებაზე, ერთმანეთზე და ხანდახან პულით ვჭამოთ ხოლმე. ქართული ტრადიცია ეგ არის ჩემო. აი სპორტი და ნადირობა. აი ღმერთის ტოლი კაცი მყავს აგეთ ჩემი პატარა მეგობარი, ჩემი კოლეგა, ყველაფერი და ორიოდე სიტყვა გითხარი შენს. რომ მითხეს დღევანდელ ღონისძიებაზე, ძალიან გამიხარდა და სიხარულით დავესწრებოდი, უთხარი მოვედი და მადლობა ყველას ამ დიდი ტრადიციას, უკვე ტრადიცია თქვენ აკეთებთ. ტრადიციებად. რა თქმა უნდა, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს, ხელს უწყობს, ყველამ კარგად ვიცით და უღრმესი მადლობა და ერის ხალხია, ვინც ამ საქმეში მონაწილეობას იღებს, ინიციატორები, რა თქმა უნდა, თქვენი უშუალო ჩართულობით ხდება ეს ყველაფერი. ცოდნა უნდა ამას და სწორი მიდგომა უნდა და ფონდი ქართულ და ბატონი ბიზნეს და მისი ოჯახი. რო ახსენეთ ჭორვილა, გასაგებია ყველაფერი, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას ამ ეროვნული საქმისთვის
ამ დიდი საქმისთვის და ის ადამიანები, ვინც ადგილობრივად ლოკალურად ჩართული არიან და ამ საქმეს აკეთებენ, ყველანაირად გვერდში დაუდგებით. მათ დიდი მადლობა, იმიტომ მათ გარეშე ვერ იქნება ვერაფერი ჩვენ რაც გინდა ვაკეთოთ, თუ ადგილზე კაცმა არ შეინახა იმ სადაც თვითონ ცხოვრობს კვიდრებმა ხელი არ შეუწყოს, ამას ფიჭი იქნება ჩვენი შრომა და რაღაც პოლიცია და რამე ვერ დაიცავს. ამ ადამიანების ესე ვთქვათ, დაფასებაც და ნახვაც ის არის, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებენ. მადლობა და სამომავლოდაც ყველაფერში რაც შეგვეძლება გავაკეთოთ. მადლობა ბიჭებო. ეხლა უნახე შვილებს. ხო, დღეს შეუნახებ შვილებსო. სასწაული ადგილები გვაქვს. ჯერ სხვა ის არის რაღაცა ბუნება განსხვავებული ყველაფრისგან რა. თავისებურად ლამაზი. ლევან, აქ ადრე რატო არ მომიყვანე მე შენა? დაგჯი. ეხლა ხომ მომიყვანე. ეხლა აქამდე არ უნდა ვწოდნო და? ეს ვინ დახნა აქ? ნახე? აი ეს არის, ამას ქვია ბიოტექნიკა. ეს არის დიდებული რამე, რაც გაკეთა, აქ დაითესება ხორბალია? დათესილია? ქართული ხორბალი? ო, ისე რუსული არ აჭამოთ ჩვენ ჩიტებს. ო. ეხლა სული და გულია სხვა. ეხლა ჩვენ დავიწყებთ ესეთ მოვამზადებთ ჭერს გავხსნით, გაშვებას გავაკეთებთ, რომ ვიცოდეთ ეს ვოლიერი არის მუდმივი ჩავთვალოთ. ყოველ შემთხვევაში 1-4-5 წელიწადი იქნება აქ ესა რა. რა ხდება? აქ არის 200 ფთა კაკაბი, 100 ფთა გნოლი. ფრინველს უშვებთ უმეტესობას, დაახლოებით 10-15 წელს სტოვებთ შიგნი, დანარჩენს გამოუშვებთ ველურ ბუნებაში. ნახავთ შიგნი, რომ ამათ საკვებურები უდგიათ შიგნი, ის გამოგვაქვს გარეთკენ და ახლომახლოს ვალაგებთ. დარჩენილი ფრინველი რაც რჩება ვოლიერში არა, ისინი ეძახიან ამ გაშვებულ ფრინველებს და იტრიალებენ ესენი სულ ახლომახლოს რა. ჯერთი რატოა საჭირო ეს, იმიტომ რომ ესენი არიან ინკუბირებული, გაზრდილი ინკუბატორში და ფერმაში და ველურ ბუნებაში მოპოვებას არიციან საკვების. ამიტომ ესენი ადაპტაციას გადიან ნელა-ნელა, აქ უკვე მივაჩვიეთ ჩვენ ერთი თვი არის ხორბალზე გადავიყვანეთ და ამ საკვებურებს გამოუტანთ გარეთ და ნელა-ნელა დაიწყებენ თვითონ გაველურებას, ესე იგი ველური საკვების მოპოვებას და თან თუ ვერ მოიპოვეს იმდენი და შეათ, რომ ფიზიკურად იყვნენ ჯანსაღი ესენი საკვებურები და მიიღებენ. ეს ექნება წყლები დადგმული გარეთკენ, იმიტომ რომ ეს უწყლო ადგილი არის. ეგ სანამ ეგენი ჯანზე მოვლენ და იქნებიან ისეთ იმაში კონდიციაში, რომ თვითონ შემდგომში მოიძიონ საკვებიც და წყალის და ყველაფერი. კიდევ ერჯერ გილოცავთ სულ ყველას, შეუდგეთ ეხლა გაშვებას, ნელა-ნელა. ესენი საერთოდ კაკაბი და ეგეც ნამით ცხოვრობენ.
უდაბნოში სად არის წყლები? ისინი გაიტყულებიან, ამათ გაიტყულებენ სუღუნას. წყალი უნდა ხედავ შედა. მეგონი გაშვება წარმატებულად ჩატარდა. რაც თავარია, ფრინველი არის ძალიან საღი და კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში. ნახეთ, თქვენ თვითონ რამს შორის გადაფრინდნენ. გაშვება იყო იდეალური. ნელა-ნელა გამოვიდნენ სტრესის გარეშე, ნაკლები სტრესი იყო ყველაფერი და უსურვოთ ჯანმრთელი ცხოვრება და გამრავლება. ეხლა მეორე ეტაპი ის არის, რომ ხედავთ თქვენ რომ ეს საკვებურები, სარწყულები გაფანტულია სხვადასხვა ადგილებზე აქ, რომ მაგენმა თვალით იციან, რომ აქედან უნდა ჭამონ და იყვებონ და ნელა-ნელა გადადიან შემდგომში ბუნებრივ საკვებზე. ეს არის გარდუალი რამე. ამით ჩვენ შევინარჩუნებთ მაქსიმალურ რაოდენობას. პირდაპირ რომ გაგვეშვა ჩვენ ესენი ყუთებიდან 2% თუ გადარჩებოდა. წარმოგიდგენიათ? ეხლა ჩვენ შეგვიძლია 50-60% გადავარჩინოთ ახლა. თუ დაწესებელი არ იქნება, მაშინ უფრო მეტიც კიდე. ეს არის ძალიან დიდი წარმატება, ძალიან დიდი გამარჯვება და ფიქრობ, რომ დღეს გვაქვს ბედნიერი დღე, წარმატებული დღე და ყველას გილოცავ და ყველა ქართველს თუ არა ქართველს, ვისაც ბუნება უყვარს, ქვეყანა უყვარს, ბიომრავალფეროვნება უყვარს და ერთმანეთი უყვარს და თავისი მიწა-წყალი უყვარს, ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს. ძალიან კარგი ტრადიცია საფუძველი და მე ვფიქრობ, რომ ამას უფრო მეტი და უფრო საინტერესო შედეგები მოყვება მომავალში. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა. აი კლუბის წევრები ყავს აქ ჩვენ დიდებული ხალხი, ჩემთვის საამაყო ხალხი, ლეგიონი და იბერია, რომლებიც სულ გვერდში გვიდგანან ჩვენ და ღმერთმა გამრავლოთ თქვენც, რომ დავიცვათ ჩვენი ბუნება და ეს უნიკალური ჩვენი ბუნება იყოს ყოველთვის სასიხარულო, სასიგადურო და ლევან
დიდი მადლობა, გენაცვალე. მადლობა ჩვენ რომ ესეთი პატივი ვეცით, მადლობა ქართულმა. ისე ერთი ბოთლი შამპანი უნდა ქონოდა, გაგვეხსნა და ქვეით ჩიტებსაც დავალებინებდით, ჩიტებსაც დავალებინებდით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ამ ლამაზი პროექტისთვის მადლობა. Თქვენს მადლობა, თქვენს მადლობა. ბატონ ბიძინას, მადლობა ბიძინა ივანიშვილს თავის აუ, ნახე, რა ქვეყანა გვაქვს, შეხედეთ რა.